Დინამოელებმა ორაუნდიან ბრძოლაში შვედეთის გეფლე 4-2 დაამარცხეს. გია გეგუჩაძის დესწაფონმა კი სლოვაკეთის დუკლასთან გასვლეთი შეხვედრა 1-0 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3-1 გაიმარჯვა თბილისის ვიტ ჯორჯიამ კი ევროს სეზონი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. ოსტროვასთან გუნდმა ფრედ 0-0 ითამაშა და ასპარეზობას გამოეთიშა. თბილისის დინამომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო. იეკაჭარევას გუნდმა შვედეთის გეფლესთან ორაუნდიანი ბრძოლა წარმატებით დაასრულა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამომ პირველი შედეგიანი დარტყმა 68 წუთზე განახორციელა. კოშკაძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ვაწაძემ დაუხვედრა და დინამო დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დინამო შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა. ვაწაძის ნაცვლად მოედანზე მეტრეველი შევიდა. 1 წუთში კი ფეხბურთელი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. მეტრეველმა ბურთი ნიკა ფირცხალოვას დაუტოვა და დინამო მეორე გოლი გაიტანა. დიდი მადლობა მთელ დინამოს იმისთვის რომ მოვიგეთ და გავახარეთ ამდენი გულშემატკივარი რა სტადიონზე იყო მოსული. რა თამაში შეეხება მოვიგეთ 2-1 მეორე თამაში ძალიან გასახარია და რა ვიცი ყველას როცა ვამგამორდება. აი თამაში იყო სანახაობრივი თამაში იყო და ორი გოლი სამი გოლი გავიდა. გამსახურებულად მოვიგეთ ჩემს. და მადლობა მაყურებლებს ვინც მოვიდა და გვაფასეს და გვერდში გვერდში. მატჩის ბოლო წუთზე გეფლემ ერთი ბურთის გათვითვა შეძლო და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. დინამომ ორაუნდიანი ბრძოლა 4-2 მოიგო. რაც შეეხება შტომს, ეს კარგად დაკომპლექტებული გუნდია, შეთამაშებული გუნდია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და თავდასხმაში. ისე რომ გველის რთული თამაში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გავიდეთ იმის გულისთვის, რომ მოვალეობა მოვიხადოთ, ჩვენ შევსდებით ყველანაირად სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი ხმამაღობდა. დინამოს მხარდამჭერები ავსტრიის შტორმის მოლოდინში არიან. შტორმი ამ გეფლეს ბევრად აღემატება ჯერ პროფესიონალიზმით, მერე თამაშით, ესე იგი არ მინახია შტორმის თამაში, მაგრამ ეს გაზეთებიდან იმიდან უფრო გაცილებით ძლიერია. და ჩვენი დინამო ახალგაზრდული გუნდია, რასაც კაჭარავა აკეთებს დინამოსთვის. და ისა მე ძალიან მსიამოვნებს. ახალგაზრდული გუნდია და ძალიან მომეწონა და ის პერსპექტივები არის რაღაცეები და კაი ბიჭები არიან და მომავალთვის ნახოთ რა იქნება. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დინამო ავსტრიაში შტორმის წინააღმდეგ ჩაატარებს. ზესტაპონი კი ლვოვში ადგილობრივ კარპატში ხვდება. მესამე წრის შეხვედრები 29 ივლისს და 5 აგვისტოს გაიმართება.